ჩვენ ხედავთ რომ ქვეყანა დაუცველია ყოველ მხრივ ამ საერთაშორისო იზოლაციაში ყოფი პოლიტიკურად დაუცველი ქვეყანა უკვე ყველა მეგობარი დაკარგა და უკვე ფიზიკურადაც გრძნობთ რომ ქვეყანაში რაღაც უბედურება ხდება ვინაიდან აი აგერ უკვე 90-იანი წლები დაბრუნდა საქართველოში რესურსის განცხადება არის სისულელე და ამით უნდათ რაღაც მავნებლები მოძებნონ 37 წლის სტილში საბჭოთა კავშირში, როდესაც რეპრესიებისთვის იყენებდნენ მსგავს შემთხვევებს და შეთქმულება და მრეწველთა საქმე იყო და მთელი ინდუსტრია გაანადგურეს საბჭოთა კავშირში სამრეწველო იმის გამო რომ თურმე აგენტები ყოფილან თან საფრანგეთის აგენტებად მოიხსენიებდნენ. აი დაახლოებით აი ამ ძველი საბჭოთა სტილით უნდათ მათი წარუმატებლობის გადაბრალება ვიღაცაზე. თუ მართლა რაღაც მოხდა საბოტაჟი ფიზიკურად როგორ მოხდა? ვიღაცა მივიდა და გადაჭრა ელექტროკაბელი. ვიცოდით ჩვენ შევარნაძის დროს საბოტაჟი რას ნიშნავდა. სვანეთში იქ იყო დაბანაკებული ბანდა, ავტომატებს ესროდნენ ელექტროგადამცემ ხაზს, ეს ჩამოვარდებოდა ეს ელექტროგადამცემი ხაზი და შემდეგ თვეში $30,000 უნდა გადაეხადა და მე მართლაც ის ადამიანები ვინც დენს თიშავდნენ მთელ საქართველოში აი ამ ავტომატებით შექმნეს მათ ვითომ დაცვის ორგანიზაცია რომლებიც დაიცავდა აი ამ იმას ელექტროსადენებს და ვინც ბანდიტები იყვნენ მე ოფიციალურად ბიუჯეტიდან $30,000 ღებულობდნენ იმის გამო რომ არ ესრულათ ხაზებისთვის. აქ მაინც ვიცით ფიზიკურად რა მოხდა. აქ ვიცით რა მოხდა. რა მოუვიდა ემბურის კაშხლის დირექტორი ამბობს და ემბური ჩვეულებრივად მუშაობს. არაფერი პრობლემა ემბურზე არ არის. ეს არის ელემენტარული რამ რომ ოჯახში ჩვენ ვიცით თორსა ჩავთავთ ბევრ რაღაცას კონდიციონერს და ასე შემდეგ გადაცხელდება ეს კაბელები და თიშავს მე დამცველი. ავტომატმა ამოაგდო თუ შეიძლება სიტყვას. თავად ემბურის დირექტორი ამბობს რომ აი იმერეთის აი ამ ხაზზე უდიდესი დიდი ძაბვა მოდიოდა. რას ნიშნავს ეს ძაბვა მოდიოდა არის მოთხოვნა არ არის საკმარისი მიწოდება. აი აქ არის თავი და თავი. ჯერ ერთი ვთქვათ მოთხოვნა საიდან არის? მოთხოვნა არის აი ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიპტოსაწარმოებისაგან. საოცარი ამბავი ხდება 700 მილიონი კილოვატ-საათი შეჭამა აი ამ კრიპტოპარაზიტებმა, რომელიც ეკონომიკას არაფერს აძლევენ, პირიქით ართმევენ, ანგრევენ ელექტროსისტემას, კრიპტოს მოპოვებას ის სპეციფიკა აქვს, რომ დღე და ღამე მუშაობენ ზამთარი, ზაფხული, დილა, საღამო ერთა იგივე რეჟიმში. ღამით საქართველოში სულ რაღაც 5-6 ქარხანაა, რომელიც სამსვლაში მუშაობს. დიდი ქარხნები ღამით ჩერდება, კომერციული სექტორი, ქარხნები და ასე შემდეგ. ეს კრიპტო არა და ძაბვის ქვეშ ამყოფებს მუდამ სისტემას და აზიანებს ქსელებს, აზიანებს ტრანსფორმატორებს, ამორტიზებულია სისტემა. 700 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, რომელსაც მოიხმარს ჯერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს საწარმოები, ეს არის ბათუმის მოხმარების ტოლფასი. ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე განათებული ქალაქია შავ ზღვაზე. ვიცით ხომ, რამოდენია ელექტროენერგია იხარჯება ბათუმში და კარგია, ვინაიდან ტურისტული ცენტრი გახდა. ბათუმში არის საზღვაო პორტი, ბანკები, კომერციული სტრუქტურები და 180,000 მოსახლეობა. ერთი დინამოს სტადიონის სიდიდის რაღაც პატარა ასე ვთქვათ მოცულობით რაღაც შენობა იმდენს ხარჯავს, ამდენის ბათუმის ნახევარია. იმდენს ხარჯავს ბიტფური როქვია ივანიშვილის საწარმო გლდანში. იმაზე მეც ხარჯავს ვიდრე კახეთი. დასაქმებულია 80 კაცი. ბიუჯეტს არაფერს არ აძლევს. გადასახადი თლიანად გათავისუფლებულია. ელექტროენერგია შეღავათიან ფასად მიეწოდება 18%-ით ნაკლებად ვიდრე მე თქვენ და ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე. დღეს არ იხდიან და ნულოვანი მონაწილეობა საქართველოს ასე ვთქვათ საფინანსო ეკონომიკურ ცხოვრებაში და ეს პარაზიტები იმაზე მეც ხარჯავენ ერთად აღებული მეტროპოლიტენი და რკინიგზა. რკინიგზა წარმოგიდგენიათ რამდენი ასეულობით შეშლილი მოძრაობა და მე მისი ინფრასტრუქტურა რა დატვირთვის ქვეშ არის 10,000 კაცია დასაქმებული. ისე როგორც მეტროპოლიტენი 4,800 კაცი, 80 კაცი მუშაობს მხოლოდ იქ. ამას დამატებული უკვე ისევ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში შეიქმნა ახალი და ორივე ერთად აღებული 30-მდე კრიპტოს საწარმო, რომლის მეპატრონე ერთი გვარი და სახელი არ ვიცით. აი ამ გლდანისში ვინც არის, ვითომ გაყიდა ევანიშვილმა და სადაც კანადაში რუსული გვარის ვიღაც მოქალაქეა, ვითომ და ვერ გაიგებ რა არის და ახლა გერმანული ფილმი გამოვიდა აგერ 30-ში იქნება გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ არხზე ევროპაში. ბატონ რომან, აი თქვენ და სწორედ გლდანის ამ ქარხანაზეა საუბარი. უკაცრავად კიდე ერთ რამე მინდა ვთქვა და მეორე კიდე აგერ აფხაზეთში
ნადან ერთი ენერგოსისტემაა, იმიტომ რომ ენგურიდან გამომშობილდენი აფხაზეთს მიეწოდება, იქაც ასე კრიპტომოპოვება დუხს აღერ სვანეთში 130 მილიონი კუბურნეთს მოიხმარს, კილოვატ-საათს მოიხმარს, ოდესაც 10 მილიონი ჭირდება 13-ჯერ მეც. ეს არის 1 მილიარდი. 14 მილიარდს ვაწარმოებთ მარტო. 7-8%-ია ამ პარაზიტების მოხმარებაში. ასე რომ რატომ არავინ არ იღებს ხმას? მე პოლიტიკოსების გამკერვებია, ხელისუფლება ხელს აფარებს, იმიტომ რომ ასეული მილიონებს შეუგლობენ და ყველა კრიპტოსაწარმოს უკან ქართული ოსნების პოლიტიკური და ბიზნეს პლანის წარმომადგენელი დგას. ანუ დიდი დატვირთვებია, კონდიციონერები ჩაირთო, რაღაცა ახალი შენობები შევიდა და ვერ უძლებს სისტემა. საბოტაჟის თემა არის ამ ხელისუფლების დანაშაულის გადაფარვის მცდელობა. აი თქვენ თქვით რომ სისულელეა სუსის განცხადებაო და აი პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა კომენტარი და ესეთ რაღაცას გვეუბნება პაპუაშვილი რომ უჩვეულო მოვლენა იყო მიყოლებით მოხდა მთლიანად ენერგოსისტემის გათიშვა. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი, თუ კი არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის. თუ კი არ არის, მაშინ ავხა, თუ კი არ არის, მაშინ მაგრამ ამას ხო ეს ხო ახლა ატყუებენ მოსახლეობას და ესენი ხომ ბინძურ პიარზია ყველაფერი აგებული. აბა გითხრას სუსმა ნახევარი წლის წინ კანცელარიდან რომელიღაც ბრიყმა რომ ატვირთა შემთხვევით ატვირთა რუსეთთან გაზის კონტრაქტი რომელიც აიდუმლო იყო და იმის გამო რომ ეს ასე ვთქვათ გადაებრალებინა ცხვებზე სუსმა იმავე დღეს განაცხადა რომ საბოტაჟი ჰქონია საქმე რომ გატეხეს თურმე კანცელარიის სერვერები და მოიპარეს დოკუმენტები შემდეგ ფორმულაში ეს დოკუმენტები იყო ასე ვთქვათ გაშუქებული, ვინაიდან 2 თვის განმავლობაში ეს დოკუმენტები ღიად, საიდუმლო დოკუმენტები ღიად იყო კანცელარიის ვებგვერდზე. და მაშინ სუსტმა რომ წამოიწყო გამოძიება. გავიდა ნახევარი წელიწადი, ვინ გატეხა კანცელარიის ვებგვერდი? მორჩა ეს თემა. 2 დღით უნდათ გადაფარვა, რომ ადამიანებს ჩააწვეთონ აზრი, რომ ვიღაცა ძირს უთხრის ამათ. ვინ შეიძლება ეს იყოს ან ოპოზიცია, ან ამერიკა, ან deep state თუ რაღაცა რომელიც ვერ გაიგო და ეს მორჩება, მაგრამ არაფერი არ მორჩება ვინაიდან სად არის ნამახვანის წესი 400 მილიონი დოლარი წავაგეთ საფრანგეთის სასამართლოში ღარიბაშვილის დანაშაულებრივი განცხადებების გამო. რო თქვა რომ უნდა წავაჭრა კაშხალს თავიო ქუთაისში დაიტბორებაო და ახალი პროექტი უნდა გავაკეთო და ერთი წით ვაჩერებო. ერთადერთი სიტყვა იყო საკმარის იმისი რომ აჩვენეს პარიზის სასამართლოში ამ არბიტრაჟში და მორჩა 400 მილიონი დაგვაკისეს. ეხლა როდის გადაივხვდით ამაზე მიდის საუბარი 50 მილიონი კიდე მოემატება ჯარიმის სახით. სად არის ხუდონის მშენებლობა, ოდესაც ინდოელები გააგდეს და რომა რეჩივლად 13 მილიონი ბიუჯეტიდან გააყოლეს საჩუქრად. სად არის კორეელები აშენებდნენ ნენსკრას 3 უზარმაზარი მარეგულირებელი ელექტროსადგური ის ვარნამები და ვიღაცები ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ და ეხლა ადამიანს ტროტუარზე დგომისთვის რომ მიჭერენ და ეს ვარნამა და მისი ბანდა რომ თავისუფლების გმირთან მოედანი რომ გადაკეტეს კარვები რომ დასცეს და 3 დღე კარვების ქალაქი რომ იყო სასტუმრო ივერიის წინ რესპუბლიკის მოედანზე ვინ დართვა ამათნება და კიდევ ერთი საკითხი და ეს ამავე დროს იცოდნენ ზოგიერთმა ასე ვთქვათ ოპო წარმომადგენლებმა და ძალიან თავი რომ მოახდა ასე ვთქვათ ბუნების დამცველებად და იმათ რა ქვია ეკოჰუმანისტებად საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი ენერგეტიკა ეს ვიცოდით ენგურის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა არის ნული ენგურს მთლიანად აკონტროლებს რუსეთი ვინაიდან ჩვენ გვაქვს წყალი მხოლოდ ჯვარში მდებარე კაშხალი დიდი კაშხალი რომელიც სადაც არის წყალი დანარჩენი ყველაფერი გენერაცია არის გალის რაიონში არის მეორე გალის ზღვა კიდე ერთი დიდი ზღვა ასე ვთქვათ კიდე მეორე წყალსაცავი და აქ მდებარე უკვე ძალიან დიდი მიწისქვეშა გენერაციის ობიექტები და მე ასე ვთქვათ ვარდნილესები ქვია კიდე რამდენიმე ესე ერთ ღილაკს დააჭერს რუსეთი ხელს არაერთი დივერსია არა საჭირო ვიღაც სულელმა კიდე თქვა რომ რუსეთის დივერსიაა რუსეთი თუ დივერსიას უკეთებს ივანიშვილს მაშინ არ ყოფილა ეს ხელისუფლება მართლა პრორუსი მაშინ საკუთარ ასე თქვა ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის ეხლა ეს რუსეთი ანუ 1000 სულელური აზრებია ზოგ შემთხვევაში შეგნებულად რასაც ხელისუფლება ახლა იმ სოსის სახით აკეთებს ერთი ღილაკის დაჭერა და მორჩა საქართველოს გაითიშება და არ ტანკები იქნება საჭირო და არ დრონებით ასე ვთქვათ ქვეყნის დაპყრობა ამიტომ არის საჭირო მარეგულირებელი კაშხლების აშენება მზეც კარგია და თუ არეც და ქარიც მაგრამ ესენი მხოლოდ დამატებითი დამხმარე ასე ვთქვათ ენერგოობიექტები შეიძლება იყვნენ ვერ განავითარებს ზის და ქარის ენერგიას თუ საბაზისო ელექტროსადგურები არ გაქვს და ამიტომ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ამას 15 წლიანი უმოქმედება დანაშაული ენერგეტიკის სფეროში კორუფცია
მათ შორის კალაძის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელსაც 9-ზე უნდა აეშენებინათ უпроსორეთ რუსეთ გაუქმებული ხელშეკრულება, რაც ინტერრაუსთან მან გააფორმა შემდეგ და 138 მილიონი ვალი დაგვედო და უკვე ვიხდით უკვე. დიდი ხანია დეკემბრისიდან და რუსეთის ასე ვთქვათ აი ამ ჯარიმას ვიხდით, რომელიც არბიტრაჟი წავაგეთ და 9-ზე იქ ესები არ ააშენებინა და ბევრი რაღაც დაუთმო. ანუ კორუფცია, უტვინობა, არასწორი ქმედება, კრიპტო, ასე ვთქვათ, ძარცვა და პარაზიტობა უნდა აიგრძალოს სასწრაფოდ დღესვე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიპტოსაწარმოების განთავსება. ზონის გარეშე, კი ბატონო, საკმარისია შეღავათები არ ქონდეთ. საგადასახადო და იაფი ელექტროენერგია და გარეთ ისინი იმ ერთ დღეში დაიხურებიან. ისინი ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე და სხვათა შორის ტარიფები რომ იზრდება. როდესაც მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია დამატებით ჭირდება ამ კრიპტოსაწარმოებს 1 მილიარდი შემოგვაქვს რუსეთიდან ჩვენ რუსეთიდან ელექტროენერგია შემოგვაქვს ძვირად რომ ამათ ვიყიდოთ იაფად. ამიტომ ძვირდება ტარიფები. აი ამ ერთ შუქის გამორთვაში ამ ხელისუფლების მთელი დანაშაულებრივი კორუფციული ბუნება ჩანს. კი ბატონო, ანუ სუსის მიერ დაწყებულ ძიება შეიძლება ვითქვას, რომ აზრი არა აქვს. არასაშუალებია, იმიტომ რომ სუსმა კი არა ენერგეტიკოსებმა ვერთხეს ფიზიკურად რა მოხდა. როდესაც ეჩიშება ან გენერაცია უნდა გაჩერდეს. კი ბატონო. და ემგორი გუგუნებს, მუშაობს, ან გადამცემი ხაზები უნდა გაწყდეს, გადამცემი ხაზში არც დაზიანება არა, რომ გაწყდეს ინსტიტუტის ნატურა აემთება სადისპეჩეროში და დაბნეული არიან და არ იციან რა მოხდა. მადლობა. ხო და ის მოხდა, რომ გადაიტვირთა ხაზები და ავტომატმა იმუშავა და კიდევ კარგი, რომ ავტომატიკაა გამართული. და ეს მსოფლიო ბანკის კრედიტებით ვიყიდეთ, თორემ გადაიცემოდა მთელი ქსელი. დიდი მადლობა.